ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch ამბობს, რომ საპოლიციო ძალებმა თბილისში 28 ნოემბრის შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ სასტიკ ძალადობას მიმართეს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია ანგარიშის მომზადებისას აქციების დროს დაზარალებულ ათეულობით პირს ესაუბრა. ანგარიში ნათქვამია, რომ მოქალაქეები თავის ტრავმაზე, მათ შორის ტვინის შერყევაზე, ცხვირის, ნეკნების მოტეხილობაზე, სხეულის ჩალურჯებებზე და სხვა სახის დაზიანებებზე საუბრობდნენ. ორგანიზაციის თქმით, მაშინ როცა დასავლეთმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დაასანქცირა, ქართულმა ოცნებამ მათი დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ძალადობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვალდებულების უპატივცემულობას აჩვენებს. ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგების მიმართ არის შოკის მომგვრელი, აშკარად რეპრესიული, დარღვევს საქართველოს შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს. პოლიციის მხრიდან მომიტინგების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბები და ხელისუფლების უნარობა, რომ მათთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა, მეტყველებს იმაზე, რომ ძალადობა მათთვის ნებადართული იყო. ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მთავრობამ საპროტესტო აქციებს უპასუხა დიდი რაოდენობით ცრემსადენი გაზით, წყლის ჭავლით და ზოგჯერ რეზინის ტყვიებით, რათა განმეორებით დაეშალა ძირითადად მშვიდობიანი შეკრება. მიუხედავად იმისა, რომ იყო სპორადული და იზოლირებული შემთხვევები, როდესაც მომიტინგეებმა პოლიციისკენ მიმართეს წყლის ბოთლები და ფეიერვერკები პოლიციის ძალადობის sapasუხოდ, პროტესტი ძირითადად მშვიდობიანი იყო. სვოჩი ყურადღებას ამახვილებს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ბრალი არავისთვის წაუყენებია.